დაპირებისამებრ, გთავაზობთ ინფორმაციას ხშირ და გავრცელებულ დაავადებებზე და მათ სიმპტომებზე. უყურეთ ვიდეო ახსნას, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და თუ ნახავთ, რომ თქვენს გაქვთ მსგავსი სიმპტომები, მოიწერეთ კომენტარები და დასვით კითხვები. ჩიას თესლი. ჩიას თესლი ძალიან ღირებული პროდუქტია და მას მრავალი დადებითი თვისება გააჩნია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია მისი სწორად გამოყენება და უკუჩვენებების გათვალისწინება. ჩიას თესლის სასარგებლო თვისებები. ჩიას თესლი მდიდარია სხვადასხვა საკვები ნივთიერებებით, რაც განაპირობებს მის მრავალ სასარგებლო თვისებას. აქ მოცემულია რამდენიმე ძირითადი ასპექტი. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების წყარო. ჩიას თესლი შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობისთვის, ანთების საწინააღმდეგო ეფექტისთვის და ტვინის ფუნქციონირებისთვის. ბოჭკოვანი ნივთიერებების სიმდიდრე. ჩიას თესლი შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოვანას, რაც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას, აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას და ხელს უწყობს ყაბზობის პრევენციას. ცილების წყარო. ჩიას თესლი მცენარეული ცილის კარგი წყაროა, რაც მნიშვნელოვანია კუნთების შენებისთვის და აღდგენისთვის. ანტიოქსიდანტები. ჩიას თესლი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმის დაცვას თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან. ვიტამინები და მინერალები. ჩიას თესლი მდიდარია ისეთი ვიტამინებითა და მინერალებით, როგორიცაა კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი და მანგანუმი, რომლებიც მნიშვნელოვანია ძვლების ჯანმრთელობისთვის და ორგანიზმის სხვა ფუნქციებისთვის. ჩიას თესლის გამოყენების მიზნები. ჩიას თესლი შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მიზნით, როგორც ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ისე კონკრეტული დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. აქ მოცემულია რამდენიმე ძირითადი მიზანი. საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესება. ბოჭკოვანი ნივთიერებების მაღალი შემცველობის გამო, ჩიას თესლი ხელს უწყობს ნაწლავების გამართულ მუშაობას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ხელს უშლის ყაბზობას. წონის კონტროლი. ჩიას თესლი ქმნის დანაყრების შეგრძნებას და ხელს უწყობს კალორიების მიღების შემცირებას. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას, რაც მნიშვნელოვანია წონის მართვისთვის. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობა. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას, არტერიული წნევის დარეგულირებას და გულის დაავადებების რისკის შემცირებას. ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები და ანტიოქსიდანტები ხელს უწყობენ ორგანიზმში ანთებითი პროცესების შემცირებას. ძვლების ჯანმრთელობა. ჩიას თესლი მდიდარია კალციუმით, რაც მნიშვნელოვანია ძვლების სიმკვრივის შესანარჩუნებლად და ოსტეოპოროზის პრევენციისთვის. სისხლში შაქრის დონის კონტროლი. ბოჭკოვანი ნივთიერებები ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას და ინსულინის რეზისტენტობის შემცირებას. დაავადებები, რომელთა დროსაც შეიძლება ჩიას თესლის გამოყენება. ჩიას თესლი შეიძლება სასარგებლო იყოს შემდეგი დაავადებების დროს. დიაბეტი. ბოჭკოვანი ნივთიერებები და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობენ სისხლში შაქრის დონის კონტროლს და ინსულინის რეზისტენტობის შემცირებას. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ამცირებენ ქოლესტერინის დონეს, არტერიულ წნევას და გულის დაავადებების რისკს. ყაბზობა. ბოჭკოვანი ნივთიერებები აუმჯობესებენ ნაწლავების პერისტალტიკას და ხელს უწყობენ რეგულარულ დეფეკაციას. ჭარბი წონა და სიმსუქნე. ჩიას თესლი ქმნის დანაყრების შეგრძნებას, რაც ხელს უწყობს კალორიების მიღების შემცირებას. ანთებითი დაავადებები. ანთების საწინააღმდეგო თვისებები ეხმარება ორგანიზმს ანთებითი პროცესების შემცირებაში. ოსტეოპოროზი. კალციუმის მაღალი შემცველობა ხელს უწყობს ძვლების სიმკვრივის შენარჩუნებას. დაავადებები, რომელთა დროსაც არ შეიძლება ჩიას თესლის გამოყენება, ან საჭიროა სიფრთხილე. სისხლის შედედების დარღვევები. ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს შეუძლიათ სისხლის გათხელება, ამიტომ სისხლის გამათხელებელი მედიკამენტების მიღებისას ან სისხლის შედედების დარღვევების დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ალერგია. იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები ჩიას თესლზე. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები. ზოგიერთ ადამიანში ჩიას თესლის დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი, როგორიცაა გაზები ან შებერილობა, განსაკუთრებით საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებების დროს. ადაჭარბებული გამოყენება. ჩიას თესლის გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი პრობლემები და ასევე შეაფერხოს სხვა მინერალების შეწოვა. გამოყენების მეთოდები. ჩიას თესლი შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ფორმით. თლიანი თესლი. დაამატეთ მთლიანი იოგურტში, სმუზიში, სალათებში ან მარცვლეულში. დაფქული თესლი. დაფქული თესლი უფრო ადვილად შეიწოვება ორგანიზმის მიერ.
დაამატეთ ფქვილის ნაცვლად ნამცხრებში ან სხვა ცომეულში. ჩიას გელი დაასხით თესლს წყალი და გააჩერეთ რამდენიმე საათი, სანამ გელის კონსისტენციას არ მიიღებს. ეს გელი შეგიძლიათ გამოიყენოთ სმუზიებში, იოგურტებში ან როგორც კვების დანამატი. დოზირება. ჩიას თესლის რეკომენდებული სადღეღამისო დოზა არის 1-2 სუფრის კოვზი. რეკომენდებულია დაიწყოთ მცირე დოზის და თანდათან გაზარდოთ, რათა ორგანიზმი შეეჩვიოს. რჩევები. დაიწყეთ ჩიას თესლის გამოყენება მცირე რაოდენობით. მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალი ჩიას თესლის მიღებისას, რადგან ის შთანთქავს წყალს. მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება ან იღებთ მედიკამენტებს. ჩიას თესლი შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას. დასვით თქვენი კითხვები ჯანმრთელობის შესახებ კომენტარებში. ასევე მოგწერეთ კომენტარებში, რომელ დაავადების შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი სხვადასხვა გავრცელებულ დაავადებაზე და მათი მკურნალობის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას.